ქრისტე აღდგა, გილოცავთ ყველას ბრწყინვალე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წინსვლას ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, გისურვებთ წინსვლას ამ საქმიანობაშიც, რითაც ვართ თავისთავად დაკავებული. დღევანდელი ვიდეო მიეძღვნება თემას, რომელიც შესაძლებელია დაგაინტერესოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში ტრეიდერებს უნდათ უფრო თავისუფალი სავაჭრო იდეები. და შესაბამისად ეს თავისუფალი სავაჭრო იდეები ძალიან საინტერესოა ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ წარმოქმნის ძალიან ბევრ ესეთ კარგ იდეას, თუ როგორ შევიდეს პოზიციაზე, როგორ უყუროს ბაზარს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როგორ შევიდეს პოზიციაში, როგორ გამოვიდეს პოზიციიდან და ასე შემდეგ. ანუ საერთო ჯამში წარმოქმნის თავისუფალი იდეები, წარმოქმნის, რა თქმა უნდა, გარკვეულ სისტემებს, რომელიც შემდგომ უკვე ესე ვთქვათ, ამ სისტემებს აქვთ ხოლმე ისტორიაში გარკვეული გამოცდა და უკვე გვაქვს გარკვეული წარმოდგენა თუ როგორ იმუშავებს ესა თუ ის სისტემა. ერთ-ერთი ესეთი სისტემა შეეხება უშუალოდ მაგალითისთვის რო ავიღოთ პატერნების თეორია. ხო, ეხლა არ დავიწყებ შემოტრიალების პატერნებზე საუბარს, არ დავიწყებ გაგრძელების პატერნებზე საუბარს, აი უბრალოდ მე მინდა დაგანახოთ ის გზა, რითაც შეიძლება რომ თქვენც შეგიძლიათ წარმოქმნათ ესეთი თქვენივე სისტემა, დაგეხმაროთ. რა თქმა უნდა, თქვენივე სისტემის ჩამოყალიბებაში და საინტერესო იქნება თქვენთვისაც. ეხლა რა არის პატერნების თეორია, ხო? ზოგადად რო ავიღოთ, ეს არის გარკვეული ფიგურები, გრაფიკული ფიგურები გამოისახება ხოლმე უშუალოდ ბაზარზე და შესაბამისად ამ პატერნების მიხედვით ადამიანი საზღვრავს შემდეგ რა და როგორ გააკეთოს. აი მაგალითად ორმაგი სიმაღლის პატერნი, ეს ერთ-ერთი პატერნი არის, რომლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ზოგიერთი ტრეიდერი, ვინც მიყვება პატერნების თეორიას, უკვე დაიწყებს მუშაობას გაყიდვაზე გარკვეული რაღაცის შემდეგ, ხო, გარკვეული ესე ვთქვათ, მოძრაობის შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის ერთი რამ, რომ შესაძლებელია თავისთავად პატერნების თეორია მშრალად იყოს გამოყენებული, ანუ ამ შემთხვევაში იგულისხმება გამოისახა პატერნი, მე შევედი პოზიციაში და ამას არ აქვს მნიშვნელობა სად გამოისახება, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტაიმფრეიმზე გამოისახება და ასე შემდეგ, ანუ მშრალად გამოისახა უბრალოდ. და მეორე ეს არის დამატებითი ფილტრის არსებობა. მაგალითისთვის იგივე პატერნის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ ესეთი რამ, ამ მქონდა აი აქ მე გარკვეული წინაღობის დონე, შესაბამისად ბოლოს გამოისახა პატერნი და მე შევედი უკვე პოზიციაზე, ანუ აი ეს დონე ეს არის ჩემთვის ერთგვარი ფილტრი, ხო? და სანამ დონესთან არ გამოისახება პატერნი, მე მანამდე არ შევალ პოზიციაზე. მაგრამ აი აქ არის ერთი მომენტი, ზუსტად მოდი ესე ავიღოთ მშრალად გამოსახვა პატერნების. აქ არის ერთი მომენტი, რომელსაც მე პრინციპში ვიყენებდი ძალიან დიდი ხნის მანძილზე, შეიძლება ითქვას, რამდენიმე წელიწადიც კი ვიყენებდი და აი ამ ამ მეთოდს, რა თქმა უნდა, თავისი ხარვეზებიც ჰქონდა, მაგრამ ძირითად შემთხვევაში რომ მუშაობდა, იმიტომ რომ ჰქონდა ძალიან ძლიერი საფუძველი. ამ მეთოდზე მე არ ვისაუბრებ ახლა, მაგრამ მინდა რომ ჩამოიყალიბოთ თქვენს ესეთი აზრები. ხო, ძირითადად აი ვთქვათ ავიღოთ პატერნი, გამოვიყენე არა ტრენდის შემოსატრიალებლად, ანუ დავინახე პატერნი არა ტრენდის მოტრიალებაზე, არამედ უშუალოდ კორექციებში, ხო? ამ შემთხვევაში მე არ მაინტერესებს დონე სად არის, მე არ მაინტერესებს ესე ვთქვათ, რას აკეთებს ბაზარი, როგორ მოძრაობს და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ორი რამ. ვარ ტალღაში თუ ვარ კორექციაში. თუ ვარ მე კორექციაში, მაშინ ვიყენებ გარკვეულ ცოდნას, ხო? მაგალითისთვის იგივე პატერნებს, რომ სიტყვაზე ავიღოთ, მე გავაგრძელო უკვე ტრენდში მოძრაობა. აი მაგალითად ავიღოთ აი ეს მონაკვეთი. ერთი წამით, მოდით ავიღოთ აი ეს მონაკვეთი. საინტერესო მონაკვეთია, ხო? ბაზარი მიდის ტრენდში, შესაბამისად ჩვენც შეგვეძლება რაღაცეების თქმა. თუ არის რამე ესეთი ვთქვათ პატერნი. აი სიტყვაზე ავიღოთ არის ესეთი მომენტი. აქ უშუალოდ
გვაქვს ესეთი პატერნი უკვე 4 საათიან გრაფიკზე. ანუ წარმოვიდგინოთ სურათი, ხო, მე ვარ დღის გრაფიკზე, დღის გრაფიკზე მე ვაფასებ სიტუაციას, საით მიდის მოძრაობა ეს ერთი და მეორე, მე რა თქმა უნდა პატერნი უნდა ავიღო უკვე დაბალ time frame-ზე, ან იგივე time frame-ზე თუ ეს time frame-ი მაძლევს ამის საშუალებას. დღის გრაფიკზე აქ არ ჩანდა პატერნი გარკვეული, მაგრამ აი 4 საათიან time frame-ზე უკვე გამოჩნდა ესეთი პატერნია მაგალითისთვის თავიდან ხრების მოდელი. აბატონო, ეს პატერნი აი ეს არის უშუალოდ ეს პატერნი, შესაბამისად თუ ეს თავიდან ხრები არის, მე უკვე შემიძლია ვივარაუდო, რომ ამ შემთხვევაში კორექცია დასრულდა და დაიწყო ძირითადი ტალღა. ნუ აქ რა თქმა უნდა ესეთ კლასიკურად წავიდა მუშაობა, შესაბამისად აქაც დაიწყო ესეთი ტალღური სვლა. იგივე მეორე მომენტში, ხო, როდესაც კვლავ ბაზარი გადავიდა კორექციაში, ახლა მეც უკვე ვეძებ, ხო, კიდე რომელი არის, კიდე სად რა შეიძლება გამოისახოს. აი აქ მაგალითად დადგა ესეთი პატერნი, რომელსაც ქვია სამკუთხედი. სამკუთხედი სხვათა შორის არ არის ზუსტად ისეთი პატერნი, რომ გინდა თუ არა ზევით რომ მიდის და სამკუთხედს ჩამოაყალიბებს ბაზარი, გინდა თუ არა ზევით უნდა გაირღვეს. მე ვფიქრობ, რომ ეს პატერნი დიდი ხანი ასევე პატერნებზეც ვმუშაობდი და დაკვირვების შედეგად მივხვდი, რომ ეს პატერნი არის ორმაგი პატერნი, ანუ საითაც გაირღვევა ძირითადად იქით მიდის. ამ შემთხვევაში გაირღვა ზევით, ჩამოაყალიბა კორექცია, კიდე წავიდა აღმავალი მიმართულებით და ასე შემდეგ. ანუ, აი თავისუფალი სისტემა ზუსტად იმას გულისხმობს, რომ მე არ ვზივარ ძალიან მკაცრ წესებში. მე უშუალოდ ველოდები ისეთ მომენტებს, რომელიც მე მეხმარება დავინახო რაღაც გარკვეული რაღაცის დასრულება და ახალი რაღაცის დასაწყისი. ნუ ამ შემთხვევაში არის რა თქმა უნდა კორექციის დასრულება და ტალღის დასაწყისი, ხო? მე აქ არ ვიყენებ რაღაც განსაკუთრებულ გრანდიოზულ რაღაცებს, ხო? მაგალითისთვის არ ვიყენებ ინდიკატორებს, არ ვიყენებ წინაღობა მხარდაჭერის დონეებს, საერთოდ არაფერს არ ვიყენებ. მე უბრალოდ ვიყენებ ხედვას, რომ თუ ბაზარი მოძრაობს ესე, რა თქმა უნდა და ამის შემდეგ მოხდება ეს, სავარაუდოდ მოსაუბრნელია აი ეს მომენტი. ეს მომენტი რომ სავარაუდოდ მოსაუბრნელია, მივყავართ ზუსტად იქამდე, რომ საჭიროა მისი შემოწმება, ანუ მათემატიკურად შემოწმება, რამდენ პროცენტ შემთხვევაში აი ეს მოდელი იმუშავებს ბაზარზე. შესაძლებელია იმუშავოს და გადასარევი შედეგიც მისცეს ტრეიდერს აი ესეთი მოდელის ჩამოყალიბების შემდეგ, შესაძლებელია საერთოდ არ მისცეს შედეგი და პირიქით უარყოფითი შედეგიც მისცეს ტრეიდერს, ამიტომ თუ რაღაც მოდელი მოუვა ტრეიდერს თავში, რომ მოდი აი ესე ვიმუშაო, ჯერ პირველ რიგში უნდა რა თქმა უნდა შეამოწმოს. მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ თავისუფალი მოდელები რაც კი არსებობს, ხო, ძალიან ბევრი არის სხვათა შორის. და შეგიძლიათ რომ ეს თავისუფალი მოდელები აიღოთ, გადაამოწმოთ როგორ მუშაობს და იმის მიხედვით გამოიყენოთ, ან თუნდაც თქვენ თავად შექმნათ ესეთი მოდელები. ერთ-ერთი მოდელი, აი დაახლოებით ერთ-ერთი მოდელი, მე ახლა გითხარით, ხო, გამოიყენოთ. სიტყვაზე ავიღოთ ტალღა კორექცია და ნუ რაღაც რითაც თქვენ დაინახავთ, მაგალითად აი ამ კორექციის დასასრულს. აქედან გამომდინარე, თქვენ უკვე შექმნით თქვენს რაღაც სამოქმედო გეგმას. ასე რომ მეგობრებო, აი ეს მომენტები კიდე მაგალითისთვის აი იდეის სახით შემიძლია ასე ვთქვათ, კიდე მოგაწოდოთ ერთი რამე, რომ გამოიყენოთ მაგალითად მაქსიმუმ მინიმუმების ცვალებადობა, ესეც თავისუფალი მოდელია თავისთავად. მხოლოდ ერთ რაღაცაზეა, რა თქმა უნდა, დაყრდნობილი. ის გავიგეთ, რომ უნდა შევამოწმოთ, მაგრამ იდეა რომ გინდა თუ არა სისტემა უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებული ესეთი მატარებელი რაღაც ისეთი წესების, რომ გააკეთო ეს აუცილებელია, უნდა რაღაც კიდე შეხედო, კიდე რაღაცას, კიდე იმას, კიდე ამას, ესე არ არის. კარგი სისტემა ყოველთვის არის უფრო მარტივი სისტემა და დაამტკიცა წლების განმავლობაში ეს აზრი დამტკიცდა და რა თქმა უნდა ესეთმა სისტემებმა ძალიან ბევრმა მოიგო კიდეც. ნუ ერთ-ერთი სისტემა აქ შემიძლია ვთქვა არის კუს ტრეიდერების სისტემა, ძალიან მარტივი სისტემა, რომელიც უბრალოდ გარღვევებზე მუშაობდა, 20 დღიან და 50 დღიანი მაქსიმუმების გარღვევებზე მუშაობდნენ, მხოლოდ და ნუ ესე ვთქვათ, ათეულობით მილიონი დოლარი იქნა ამ სისტემით მოგებული, ესეთი მარტივი სისტემით, ხო?
არის რა თქმა უნდა ესეთი სისტემები, ასევე მარტივი ესეთი სისტემები არსებობს, რომელიც აი თუნდაც ხო, აი ნახეთ, შეხედეთ იგივე სურათით, ხო, მაგალითად ვარ სიტყვაზე ავიღოთ უყურებ ისევ პატერნებს, ანალოგიური სურათია, ხო, აქაც დასრულდა ესეთი თავიდან ხრების მოდელით, ესე ვთქვათ, ეს მონაკვეთი და შესაბამისად შეგვეძლო უკვე მუშაობა აღმავლობაში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. არის ასევე მაგალითად გარღვევითი სისტემები, ხო, breakout სისტემები, ესეც არ არის ახალი მოგონილი, ესეც ძალიან დიდი ხნის მოგონილია. აქაც ანალოგიური არის, ანუ რეალობაში შესვლის მომენტი იყოფა ორ ნაწილად. მე მესამე ნაწილს არ ვიძახი, ხო, ქაოსური შესვლა ეს არ არის შესვლა. არსებობს ორი ნაწილი, ეს არის პირველი გარღვევითი ნაწილი, გარღვევით შესვლა და მეორე არის ასხლეტით შესვლა. აი გარღვევით შესვლა რაც არის breakout შესვლები, ეს ჩვეულებრივ მუშაობს და მუშაობდა უკვე საუკუნეზე მეტი ხანია და ამას იყენებენ. რატომ იყენებენ? ხო, იმიტომ რომ ტრეიდერთა უმრავლესობას უნდა რომ დაინახოს, რომ ნამდვილად მოხდა აქა და აქ გარღვევა. ოღონდ უფრო დღის გრაფიკზე, რაღაც დიდ time frame-ზე ძირითადად გამოიყენება ეს მომენტი, რომ აი ამ დროს უნდა მოხდეს დღის სანთლის დახურვა გარკვეული ფასის იქით. თუმცა განვითარების შემდეგ, კომპიუტერების განვითარების შემდეგ, ხო, ესეთ სისტემებს ასევე გამოიყენებენ, რა თქმა უნდა, ოღონდ თავის კონკრეტულ time frame-ზე, ხო, ამ შემთხვევაში მაგალითად 4 საათიან time frame-ზე, ანუ თუ დაიხურება 4 საათიანი time frame-ის იქით, შეიძლება უკვე შესვლა. აი მაგალითისთვის, იგივე ამ მომენტში, მაგალითად, სიტყვაზე ავიღოთ, არ ვუყურებ ამ შემთხვევაში თავიდან ხრების მოდელს, არამედ უყურებ რაღაც მაქსიმუმის სიტყვაზე ავიღოთ გარღვევას, ხო? მაგალითისთვის, თუ გაარღვია ბაზარმა რაღაც მაქსიმუმი, მე უკვე შევდივარ პოზიციაზე. აი ამ სანთელმა აი რომ დაუკვირდეთ, ხო, გაარღვია და დაიხურა ამ მაქსიმუმის ზევით. ანუ მანამდე არ იყო გარღვევები არც ერთი მაქსიმუმის, აი აქ მოხდა გარღვევა. შესაბამისად ეს არის უკვე შესვლის სანთელი. ნუ ეხლა მოგებით დაიხურება, წაგებით დაიხურება, ამ შემთხვევაში ჩვენს ვიდეოს შემთხვევაში ამ აზრს მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ჩვენ განვიხილავთ ამ ყველაფერს. მაგრამ ამ სისტემას, გარღვევით სისტემას, რომ აქვს იმის უფლება, რომ იყოს ესე ვთქვათ, სამუშაო იარაღი ტრეიდერებისთვის, აქვს ძალიან დიდი წონა, ხო? ანალოგიურად აქაც გარღვევები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მეორე მომენტია უკვე ასხლეტითი მომენტები, ხო? ანუ ერთი არის გავარღვიე, მერე შეიძლება ასხლეტა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ რისი თქმა მინდა, რომ არ შეიკავოთ თავი, მოდი ესე ვთქვათ, ხო? არ შეიკავოთ თავი, რომ უშუალოდ იბრძოლოთ იმისთვის, რომ გქონდეთ ძალიან რთული სისტემა. არა, თავისუფალი სისტემა შეგიძლიათ გქონდეთ და აი ამ თავისუფალი სისტემის პირობებში ძალიან ესეთი კარგათაც მარტივად ივაჭროთ, ხო? და შესაბამისად თქვენ გექნებათ გარკვეული შედეგებიც. ამას გპირდებით, რა თქმა უნდა, ოღონდ თავისთავად უნდა გქონდეთ ის მომენტი, რომ ერთნაირი შესვლის სიტუაცია იყოს. ანუ თუ თქვენ შედიხართ მაგალითად პატერნის მიხედვით, არ შეხვიდეთ კიდე სხვა რაღაცის მიხედვით. ანუ უნდა შედიოდეთ მარტო მაგალითად პატერნის მიხედვით და ასე შემდეგ. თქვენი პატერნი მაინც უნდა ჩამოიყალიბოთ. ასე რომ მეგობრებო, სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა. ყველას გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, დამილაიქეთ ჩემი ვიდეოები. და თუ რამე შეკითხვები გექნებათ, მომწერეთ აუცილებლად მეილზე, რომელიც მითითებულია უშუალოდ ვიდეოს ქვევით და გისურვებთ წარმატებას, კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.